მოდით დღევანდელ გაშლაში, მართალია ეს არის საჯარო გაშლები, მაგრამ მოდით დავსვათ ესეთი საინტერესო კითხვა. რა უნდა გაუშვათ თქვენგან, რომ ახალი ჯანმრთელი სიყვარული შემოვიდეს თქვენს სივრცეში. და მერე ასევე ვნახოთ რა გიშლით ხელს, რომელიც დაუმუშავებელი წენა აჩერებს შენს სასიყვარულო ენერგიას. იბადური. Did ვნახოთ რა უნდა გაუშვათ თქვენგან, რომ მოვიდეს ახალი ჯანმრთელი სიყვარული თქვენს სივრცეში და რადგან ეს შეკითხვა გაჩნდა, დაიბადა და გაჩნდა ამ კითხვის დასმის ასე ვთქვათ აუცილებლობა და წამოვიდა ეს შეკითხვა, ალბათ ვიღაცისთვის ეს ეხლა არის საინტერესო მოსასმელი. რა უნდა გაუშვათ თქვენი ურთიერთობიდან პირველი ეს არის ძველი გამოცდილებისგან თავის დახსნა. ანუ ძველი გამოცდილება, რომელმაც მოგიტანათ გარკვეული გაცნობიერება, რა გჭირდებათ ურთიერთობაში და ასე შემდეგ, ზუსტად იცით უკვე როგორი პარტნიორი გჭირდებათ ახლა თქვენ, მაგრამ ეს გამოცდილება სადაც იყო ტკივილი და იყავით ცოტა გაყინულ მდგომარეობაში, ეხლა უკვე აღარ გჭირდებათ, ეს უკვე გაცნობიერებული გაქვთ და ეს უნდა გაუშვათ. ეს არკანი გვეუბნება, რომ გარკვეულ ემოციურ ერთი რეალობიდან მეორეში გადადიხართ. თუმცა გულში ჯერ კიდევ არის ბოლომდე არ გაშვებული ეს წარსულის ამბები, ბოლომდე არ გაქვთ დამუშავებული და ითხოვს, ასე ვთქვათ, დამუშავებას. გააცნობიერეთ ეს ტკივილი, რომელსაც აღარ მოაქვს თქვენთვის განვითარება, დატოვეთ სიტუაციები, სადაც არ ხდებოდა თქვენთვის კარგი არაფერი, საიდანაც გაიქეცით, გაანთავისუფლდით ამ ადამიანისგან ბოლომდე. სიყვარული უნდა შემოუშვათ, უბრალოდ ის ადამიანი, ვინც ადრე იყო და ვისგანაც მიიღეთ, თქვათ, ეს დაუმსახურებელი ტკივილი და ჭრილობები, ის უნდა გაუშვათ ბოლომდე. აქ ჩანს, რომ თქვენ ამას შეძლებთ. უკვე დაწყებული გაქვთ ეს გზა, მაგრამ აი ბოლომდე, როგორც გითხარით, კიდევ გაქვთ გადასაჭრელი ეს ამბავი. შემდეგი, რაც უნდა გაუშვათ თქვენგან, ეს არის ზედმეტი იდეალიზაცია, ფანტაზია და ზებუნებრივი მოლოდინები. უნდა გაანთავისუფლოთ ეს ყველაფერი. ეს არკანი კი არის სიხარული, მაგრამ აქ ჩანს როგორც რაღაცა ფანტაზია. კი, ზღაპრული სიყვარულის მოლოდინი, რაღაც გარკვეული სტერეოტიპები, რაც არის ხოლმე ჩვენში სიყვარულთან დაკავშირებით, რაც გვაქვს წიგნებიდან, ფილმებიდან შემოსული, ხო და გვაქვს ესეთი იდეალური ფორმა, რომ სიყვარული ასეთი უნდა იყოს, ხო, როგორც არის აღწერილი წიგნებში და ვთქვათ, შექსპირის რომეო და ჯულიეტა, ეს არის ჩვენთვის კლასიკა გაიდეალებული სიყვარულის, მაგრამ სინამდვილეში ესე არ ხდება. სინამდვილეში ჩვენ ცოტა სხვა რაღაცები გვაქვს რეალობაში და სხვა კუთხით უნდა უყუროთ სიყვარულს და ურთიერთობას. ეს იდეალურ სცენარებზე მიჯაჭვულობა გაფერხებთ თქვენ და უფრო ართულებს იმ განცდებს და ურთიერთობაში რაც არის მაგალითად რაღაცა გარკვეული წინააღმდეგობები, ხო? გარკვეული დაპირისპირება, შეთავსების მომენტია ეს, მაგრამ ხომ არის, აი, როდესაც თავში გაქვს რაღაცა იდეალური სცენარი, ეს გირთულებს რეალურ ურთიერთობაში, რომ გქონდეს ნორმალური, კარგი კავშირი. თუნდაც კონფლიქტის დროს, რომ შეძლო
სწორად გადაწყვიტო და გადაჭრა ეს კონფლიქტი და სწორად მოიქცე, თქვათ, გარკვეულ სიტუაციაში, ხო? აი, ამისგან გჭირდებათ განთავისუფლება პარტნიორის იდეალიზაციისგან და უფრო რეალური რაც არის, თქვათ, რეალურად როგორიც არის ეს ადამიანი, აი, ასე უნდა შეხედო და აღექვა. ნუ მოკლედ აქ ჩანს ეს, რომ იდეალური ურთიერთობების სცენარებისგან და გარკვეული რაღაცა სტერეოტიპული წარმოდგენებისგან ურთიერთობებზე საჭიროა რომ განთავისუფლდეთ. ასევე აქ ჩანს რომ ესეთი მომენტი ტკივილი საშიში არ არის, მაგრამ მოლოდინები რაც შეიძლება გქონდეს რომ ეს ურთიერთობა ასეთი იქნება, ასეთი ან ასეთი ხო აი გადასარევი ეს ნამდვილად საშიშია, იმიტომ რომ როდესაც ესე არ მოხდება, უცებ ხდება მსხრევა რაღაცების და უფრო ძლიერდება ჩვენში ის ტკივილი, ხო, რასაც წამიერად გრძნობთ, რომელიც რეალურად თქვა და ეს კონფლიქტური სიტუაცია ან რაღაცა მომენტი, რაღაცა ისე ვერ მოიქცა ეს ბიჭი ან გოგო როგორც შენ ელოდი, ხო, იმიტომ რომ გიყვარს ადამიანი გარკვეულ პედესტალზე აყენებ ამ ადამიანს, ხო, რაღაცა სიმაღლეზე ყავს აყვანილი და ამ დროს ის ჩვეულებრივი ადამიანია. ეს რეალური ადამიანი, ის ცხოვრობს რეალურ სივრცეში, რეალური პრობლემებით, იმას რაღაცა საკითხებიც აქვს, თავისი პირადი გადასაწყვეტი ისეთი ასეთი და ის ჩვეულებრივია, მაგრამ ჩვენ თვალში გაიდეალებული, როდესაც არის იმისი ჩვეულებრივი საქციელი, ქცევა, საუბარი, ტექსტი, მოპყრობა, ის რო არ დაგირეკავს ჩვენთვის უკვე ტკივილად იქცევა. რატო? იმიტომ რომ აი მაგ ეს წარმოდგენა, რომ აი თავიდან როგორც დაიწყო, რომ სულ ჩემთან იყო და სულ ამას ველოდები და მე ესე რო არ არის, უკვე ეჭვი გიჩნდება. აი აქ მეორე სამეულში უკვე კარგად ჩანს, რომ საკუთარ თავში გაქვთ რაღაც გარკვეული შიში და შეზღუდვები, რომელიც არის დასანგრევი. თქვენ თვითონ უქმნით გარკვეულ შეზღუდვებს უკვე გამოცდილებებიდან გამომდინარე საკუთარ თავს. შენ გონია რომ ვეღარ გადიხარ ამ წრიდან, მაგრამ რეალურად ეს შეზღუდვები არის ჩვენს თავში და არა ჩვენს სივრცეში და ცხოვრებაში. შიშიც გაქვთ, რომ აი თუ რაღაცა ისევ არ გამოვიდეს, აი თუ ისევ გავიმეორო წინა გამოცდილება და ცოტა არ იყოს დაბალი თვითშეფასებაც ჩანს აქ. გამომდინარე ყველაფერი ამიდან გაყინული ენერგია არის, იცით, სიყვარულის მიმართ შიშისგან და აი იმ ჭრილობებისგან, რაც ადრე გქონდათ მიღებული, ცოტა გაიყინა თქვენი ენერგია. აი ამისგან უნდა განთავისუფლდეთ. პირველი ნაბიჯი იქნება, რომ თავიდან დაინახოთ, რომ ჩარჩოში ხართ, ფიქრით და არა რეალობით. აი რაღაცა ესეთი გაქვთ თავში ჩადებული. მაგრამ ეს 10-იანი რაცა გამოგვივიდა ხმლების არის ძველი ციკლის სრული დასრულება. აი რას გთავაზობს სამყარო ყველაფრის გაშვების შემდეგ და ამ კუთხით თუ შევხედავთ ეს 10-იანი ნიშნავს რომ აი ამ ძველი ტკივილის ღალატის დანაკარგების იმედგაცრუების სრული დასრულება მოდის, ხო? როდესაც უკვე თქვენ გაიაზრებთ ამ ყველაფერს, ხო? კარმული ურთიერთობები რაც იყო, ეს კარი უკვე დაიხურა, თქვენ უკვე რაღაცები გააცნობიერეთ წინა ურთიერთობებში და აქ მოხდა ამის ყველაფრის დამთავრება და ყველაზე მძიმე ფაზა უკვე უკან რჩება და გეუბნება ეს ენერგია, რომ მოდი ახლა ცხოვრება თავიდან დაიწყე სიყვარული თავიდან, შემოუშვეს სიყვარულის ენერგია შენთან. კი არის ეს ძლიერი და ცოტა მკაცრი, მაგრამ გეუბნება, რომ მოდის ახალი ენერგია, ეს ძველი თავი უნდა დახურო შენი ცხოვრების და გაჭერე აი ეს რაღაცა მოიჭერე ეს ტკივილები და ეს დატოვე წარსულში და ნახეთ თასების პაჟი არის ახალი სასიყვარულო ენერგიის შემოსვლა უკვე. ანუ თქვენ მოახერხებთ ამ ყველაფერს, რაზეც ახლა საუბრობდით, შეძლებთ რომ გაუშვათ თქვენგან ეს ენერგიები, იმედგაცრუების და ასე შემდეგ, ასევე გააცნობიერებთ ყველაფერს, რატო იყო ეს თქვენ ცხოვრებაში და მოდის ახლა ესეთი ყველაზე ლამაზი ნაწილი გაშვების შემდეგ შემოდის ახალი ადამიანი. ესეთი ახალი ემოციებით მოდის გრძნობა, რაც შენ გჭირდება ახლა. და აი სითბოს დაგიბრუნებს.
რაც დაგაკლდა წინა ურთიერთობაში და რაც გინდოდა რომ მეტი ყოფილიყო, ხო? გარკვეული ესეთი ფლირტიც იქნება ახალ ურთიერთობაში, ლტოლვაც იქნება. შენი ბავშვური ხასიათიც გაცოცხლდება. აი თქვენი ვისთვისაც არის ხა ეს გაშლა, აი იმისი ეს თქვენი ბავშვურობა, რომელიც წინა ურთიერთობების გამო რაღაცა ესე ცოტა ჩაიკეტა თქვენში, ხო? აი ესეც გაცოცხლდება. აი ამ 10-იანის შემდეგ ეს პაჟი უკვე ნამდვილად ძალიან კარგი კომბინაცია გამოვიდა და ნიშნავს, რომ ძველის გაშვებით რაღაც ახალი ამოდის და ახალის დაბადება იქნება ურთიერთობებში. რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი, აი ესე იგი თქვენი შიში ფიქრები, შინაგანი რაღაცა შეზღუდვები უნდა გაანადგუროთ, წარსული ბოლომდე უნდა მოჭრათ და ამოჭმულია უკვე და გაუშვით თქვენგან და მხოლოდ ამის შემდეგ შემოდის ახალი სიყვარული. და მართლა ესე შეიძლება ითქვას, რაღაცა ტრანსფორმაცია მოხდება თქვენში, უნდა მოხდეს ეს ტრანსფორმაცია იმისთვის, რომ შემოვიდეს ახალი სიყვარული.